და მამისა და დადისა და სულისა და გილუცა დღეს არის კრება მთავარ ანგელოზთან შეგვეციოს მადლობა ამასო შეადვამო მიუხედავად იმისა რომ საქართველოს გაიარა ქართველებმა 70 წლიანი ათეისტური წობა ვინც ჩემი ასაკია 77-ის ვარ 90% მეტი თუ არ არის მორწმუნე და საქართველოს ჯანმრთელობის საქართველოს გახსნდება ფულების წუნას კი არნიშნავს იმას ნიშნავს რომ მეორე მოსვლის დროს ქართველები უფრო მეტი იქნება რაოდენობით მორწმუნეები და სხვა ქვეყანაში და ხშირად ამბობენ რომ ბერძნები და რუსები რომ მოდიან მოგვით თუ რამდენი მორწმუნეა საქართველოში და ხშირად ამბობენ აი შაშენ რო იყო და წესრო იყო 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე რამდენი ადამიანი გამოვიდა იმდენი აზრს არ გამოსულა რაც ესე მინიკების უფლება არსებობს რაც წავიდა კომუნისტური წობა განსაკუთრებით შაშენ და იქ ჩემზე მეტი ასაკი ახალგაზრდები იყო და მადლობა ვამბობ რომ ახალგაზრდებს არ დაუკარგია რწმენა მიუხედავად იმისა რომ გაეზარდნენ არასწორად არის ასეთი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ქვია და მოიყვა მაგალითს რომ 15 წლის უკან იყო პრეზენტაცია წიგნისა სადაც იყო სამების გმობა და იქ ბიჭებმა უსმენდნენ ამას ვერ მოითმინეს სემეს ისინი რა თქმა უნდა ვერ მოითმენ უსახმეს გიგინებენ და ამის გამო 3-5 წელი იჯდნენ და დღეს ახლა რატოს ხოვე ჩვენ ზოგი მოწუნეა მაზიარებელია და თუმე ფასეულობას ეძებს ევროკავშირში და სასაცილოა სატრაიბორიკოს ევროკავშირი კარგი იყო და ჩვენი წინაპრები სულხან საბაობელიანი იყო თუ სხვა დახმარებას ხოვდა იმიტომ რომ მუსულმანური სამყაროსგან ქვეყნებისგან ჩაგრებოდით ფიზიკურად ეს რა იყო მაშინ ადრე როცა სულხან საბა დადიოდა ის იყო ქრისტიანული ევროპა დღეს კიდე არის ღმერთის გმობი ევროპა ზოგი კიდე ჩემი ასაკია და მიყურებს გაკურებული როგორ აი ესე იგი არასწორი ხორცინება ხო არა დაკანონებული უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში კიდე 10 ქვეყანა იყოს იმ 20 ქვეყანაში როა დაკანონებული და კანონით რო ბავშვი ესე იგი ბავშვი უნდა შეესრულა ბავშვმა უნდა ეფიქროს თუ მეოთხე თუ მეხუთე თუ პირველი კლასიდან ვინ უნდა იყოს ბიჭი თუ გოგო ეს რა ახლა საშინელებაა და ამ ლიბერალურ არხმა კიდე რა გააკეთეს ეს 4 არხია რომლებიც არიან ღმერთის დროები და ბავშვების დროები რატომ არიან ბავშვების დროები იმიტომ რომ მაგათი სიყვარულისაც ლიბერალები ქვია არასწორი ორიენტაციის მქონე ადამიანს ემთავრდება იმით ქორწინებით რაც დამთავრდა საბერძნეთში შეიძლება ქვეყანას სადაც ბეჭი ათოიმს და ასეთ ქვეყანას დააკანონებიეს არასწორი ქორწინება და გამოსვლები არ არის ხალხში აი რას უკეთებს ტვინის გამორიცხვას ლიბერალური არხები და ახაც უკვე სულ 30 წელია ეს ლიბერალური არხებია და ზოგი ჩემი ასაკი არასოა დაზონებს დიდი განსხვავება ქრისტიანულ სიყვარულსა და ლიბერალურ სიყვარულს შორის მიყვარს მეზავის, რუშის, მამათმავალის, ქურთის, ყაჩაღის მაგრამ ვამბობ რომ ქურთული ხუდობა სოდვა, ყაშას ყაჩაღობა სოდვა არასწორი ორიენტაციის ადამიანს ვეუბნები რომ შულო ეს არის ამანტყოფობა და რამდენიმე განკურნებულა ამ ამანტყოფებისგან როცვი და მარხვით და ზიარების საიდუმლოთი და ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა რას ქონდა ჩვენ წინაპრებსა ჩვენთან არის ღმერთი